წარმოგიდგენთ ვარჯიშს, სადაც 3-3-ზე თამაშის დროს დაცვას და თავდასხმას წარმოდგენილი იქნება ორ ხაზში. ანუ ორი მცველი იქნება ამოწეული წინ, ერთი მცველი იქნება ჩაწეული უკან. შესაბამისად, თავდასხმელებიც იქნება ორი უკანა ხაზელი და ერთი ხაზის მოთამაშე. ამ შემთხვევაში თავდასხმელებს აქვს დიდი სივრცე და უპირატესობა იმაში, რომ ამოდის ხაზის მოთამაშე, იღებს ბურთს და ამ დროს არ შეუძლია ხაზის მცველს ამოყვეს ამ თავდასხმელს. იღებს ბურთს, შემდეგ თავისუფლდება თვითონვე ან მისი პარტნიორი და აგრძელებენ თამაშს. ჩვენ წარმოგიდგინეთ 3-3-ზე ვარჯიშები, სადაც თავდასხმას ქონდა უპირატესობა იმით, რომ ერთ-ერთი მცველი თამაშობდა პასიურად. ხოლო შემდეგში, როდესაც ჩვენ ვნახავთ, რომ ეს ყველაფერი კარგად კეთდება, რა თქმა უნდა, ყველა მცველი შემდეგში ითამაშებს აქტიურად.